Challenge Royal თაფლისგან მზიკოს და გიოს. მოკლედ მე დავსვავ კითხვებზე, ვინც ვერ გამოიცნობს, დალევს სამეფო თაფლის ერთ ჭიქა არ აქვს. პირველი კითხვა დასწრებაზეა. რამდენი აქვს მზიკოს პენსია? 350. 300 ლარი მე მეუბნები ხოლმე. 350. ნახე. საათი გახი 50 ლარი ხოლმე. ტეხამ. დალი. არა, 300-ია. 300 ლარი ხო? გაგვიმარჯოს. კარგია, ჩემო დედიჯან. ძალიან კარგი. ხასიათი მოგიყვანს. დავუსხოთ კიდევ ერთი ჭიქა მზიკოს. მზიკობა შეგვიფასე როგორია სამეფო თაფლის არაყი. გადასარე, მართლა ძალიან კარგია. მოგიყვანს ხასიათზე. 1-2 შეგიძლია 100 ლარი გვაჩუქო. მეორე კითხვა, ისევ დასწრებაზეა. რომელ რიცხვში ერიცხება მზიკოს პენსია? პირველში. აი, მე არ ვაცდის, კაცო. პირველში ერიცხება ხოლმე და ორში გამოვა ხოლმე, რადგან პირველში რატო იცი სამან ჩემი პენსიის ამბები, კაცო? ვინ აქ კითხავს? მაგიტო მეორე რიცხვში რო კითხულობს. იმიტომ არა, სადა ხარ? მოდი ხარ? არა, ზოგადად ყოველ თვის დასწრებში კითხულობ ხოლმე. ეს ცოტა რასხია ამაში, აი მას დავლევ მაშინ. თუ დალევა იყოს. მზიკო დაგვითხრება. მზიკო დათვრა. აუ, ეს რა არის? საიდან მოიტანეთ ეს? ბომბა. აი გალი. მეტამეცნიერდეს. რისი ხმარი? აი ზევით. ეხლა გააჩეროს, თორე ორი დალეული მაქვს და თუ ავედი, გადმოვაგდები მესამე სართულიდან. მესამე და ბოლო კითხვა დასწრებაზეა. რომელ დღეს დაიბადა მზიკო? 1 მაისს. დღე. ხუჭაბა. მაინც მომასწრო. მზიკო რა გია. ასე ჩქარა როგორ ლაბარაკობ, ნუ მე ენა მეშლება უკვე. მიდი ერთი ძალია და აი მე აღარა რა. მედი მზიკო მედი. მოდი ამ ჭიქით შემოდე და ჩვენ გამომწერებს გავუმარჯოს. გამარჯვეთ. კარგად იყავით, მაგრად იყავით და ბევრი წარმატებები თქვენ. თქვენ ვერ ყოფილიყავით, ჩვენ ესე ვერ ვიქნებოდით. ამიტომ მადლობელი ვარ თქვენ. გამარჯოს. აი ესე. აი. დედაშვილი დავატრე. თუ დამავიწყდა ბანკში რო ვალი მაქვს. შენ 200 ლარი არავის აბე აგიცაცხებიეთ გაჩვენით. მიიღეთ მომიშლით. შემდგარაში როგორ დალიეთო? ვიდეობთ მოდი ხავთ. აბა, სულ კარგად ბრძანდებოდეთ. აბა ეს ამას თუ იყიდე ჩათვალეთ ბომბი გიდებთ თავში თუ ტვინში რა ვიცი. იზე ამას მივავიღებ, სულ კარგად ბრძანდებოდეთ. ლოთიო. Challenge! ჩემს დასტა გიოს დაუსვამ კითხვებს, ვინც ვერ გამოიცნობს დალევს სამეფო თაფლის უგემრიელეს თაფლის არაყს, ვინც იქნება გამარჯვებული, გადაეცემა 200 ლარი, ხოლო წაგებული კიდევ ერთ ჭიქა არაყს დალევს. მე რამდენი დავსხო? ჩვენი პატარა მელანიაც შემოგვეტენა კადრში. მოკლედ, პასუხი არის დასწრებაზე. რა ერქვა ჩვენი სკოლის პირველ დაბრიგებელს? მანუნი. სწორია. საიდან მომწოდნოდა მე აი. ვაი, ერთხელ მე მგონია ფჩხილი ჩამარჭვა ეგ მეთქი, აი მანონი მთხოვ. დალიებიოლოს. მაგიმარჯოს. უფ, კაი სუნი კი აქ. მურზგლა. ვაი მე ვღარა. მე რას მოსმე? 40%-იანია და დამურზგლა ჩემი. მეორე კითხვა. ჩემს საყვარელი ფერი. იასამნისფერი. ოლღა სვამს ნახევარს, იმიტომ რომ ვარდისფერი და იასამნისფერი მიყვარს და გიო ბოლომდე სვამს. შენ ნახევარს ვამე მკინასო. ჩვენ გამომწერებს გამარჯვოს, კარგად იყავით, მაგრად იყავით. ფუტკარო შენი ვარდაბრა გემრიელია სულთა თაფლის გემოაკ. სულ ხაზიაზე რო იქნებით, დალიეთ, დაგამშვიდობთ არა, დაგაძინებთ. დაგაძინებს დემოდი ამაში გასინჯი. რა იყო ჩემი პირველი ტელეფონი? Nokia. არა, Motorola. შეგეშალა შენც და შენც. ამ ჭიქით ჩვენ გამომწერებს გავუმარჯოს. კარგად იყავით, მაგრად იყავით. თუ გინდათ რომ მსგავსი ჩელენჯები გადავიღოთ, კომენტარებში დაგვიწერეთ და ლაიქებით გვაჩვენეთ. გამარჯოს.
ო აი ეგ 200 ლარი შენ იყოს აღარ მიჯამი რამდენი წლის ვიყავი რომ გავთხოვდი 21. 21-ის ნუ პირველი ოლყავთ გიოსო ყველა გათხოვილიყავით და გაბედნიერებულიყავით მალე ერთწლიანი დაძველებითა თან გაუყინავია მოკლედ ამ ჩელენჯის გამარჯვებულია ჩემი დად რომელიც ასაჩუქრდა 200 ლარით გიო შენ კი უნდა დალიო კიდევ ერთი ჭიქა არაყი მოდი მელანიას გავუმორჯევ ჩემო ლუყა არა მგონია შენ ამ ჭიქას არ დალიოდე და ოკეიეს ჩემ დას მელანიას გავუმორჯევს კარგად იყოს მაგრად იყოს და ყველა პატარას ჩვენ საქართველოს მის მოევლინა და მის მოევლინება ყველა დაუცული იყოს ღმერთისგან და ჩვენგანა ამინ. მამი გაუმარჯოთ, გაგიმარჯოს დეიდას სიყვარულო. ძალიან მიყვარხარ ჩემო პატარა და შენი თამადობით ყველა პატარას გაუმარჯოს. ამის ამინ ამინ. მომართვის ნახეს რა გავუჩალი ჩემო მიკო და დეიდას. დეიდას ხო მგონი მე დავთველი სუნზე სამეფო თაფლის ფიჭას დავაყოლოთ ზემოდან რა არა ეხო გიჟია და ფიჭა რაღა იქნება მაგა გინჩეს რა კარტოფლია. გერია რომელიც საჭმელი არ მიყვარს ქართულ სამზარეულოში ახონი. მეგრელებს ვენაცვალე კითხვა ნომერი 2 ქმრები რატო უნდა აკეთებდნენ ყველაფერს ოჯახში ყველაფერს არ გააკეთებდნენ კაცები ყველაფერს უნდა ვაკეთებდეთ ოჯახში რომ ოჯახი ძლიერი გქონდეს რა მარტივი კითხვა ნომერი 3 აი ადამის შემდი გადავარდი ყველაზე მეტად რაკში კონტაქტი უფრო მიყვარს თუ ბოჭვა ბოჭვა არა რა თქმა უნდა კონტაქტია აუ გიო შენი აბა მიყვარდი მიხელა გიო აინე მიხსობი ფარცამ იქნება 5000 ლაიქზე ჩვენ ვართ სოლქმარნი და ისე გვიყვარს ერთმანეთი, ერთმანეთზე ზედამთვარე ამოგვდის მოწიფავი ორი წამი მოწი გაკოთ. თავი დამან ჩვენ სოლქმარი ვარ და არასდროს არ ვჩხუბობთ ზუსტადად. აი შო ვიდეოს ვიღდა ჩვენ სოლქმარი ვართ და გიოს ყოველთვის ყვავილები მოაქვს ჩემთვის, რომ გამაბედნიეროს. ჩვენ სოლქმარი ვარ და ყოველთვე ლალიკოს საჩუქრებით მანებიურებს. წვერის საპარსი მინდა წელიწადია და შეკვეთილია აქ ალბათ გზაშია, ალბათ მოდის, ალბათ კურიერს ფეხი წამოედო, ალბათ სადღაცას შეუხვიეს, ალბათ არ ჩამოსულა ჩინეთიდან. ჩვენიერი ოჯახი ვართ ჩვენ. ჩვენ სოლქმარი ვართ. და ერთადერთი საერთო გვაქვს, როდესაც ტერასას სიღდახში ჩამოვდივართ, ორივე ბედნიერები ვართ. გაიგე. გაიგე მე რას გავხარ. ვიღიმი, ცოტა უსაკონო დაიმს აი მე რას გავხარ, აი მე რას გავხარ. სულხარ. ბოლოს არკეში ჩაიხედე რას გავდი? სულხარ, სარკი არ ქონია რა. ხაბაბიო ჩამოგეწევა, ვერ ხედავ მაგას? 22 წელია სარკი არ ქონია სახში, მანქანის იმაში იხედებოდი ხო. არაფერი ისეთი. შესაც ცოტა უთმარო აღარ აქვს, აი მე ბაბუასო და ხელში აღარ ამართმა. შენ გაგიწყდა ერთმა. გამიწყდება და ისევ შენი საჩინი გახდება. გიო ისევ 3 დღის წავიდა ზბორებზე და მე და მელო ისევ დავრჩით სახლში მარტო. ასე რომ კიდევ ერთხელ გაატარეთ ჩვენთან ერთი დღე. ერთხელ ხალატონმა Facebook-ზე დამიწერა, რას წუწუნებო, ვინ არ ყოფილა ბავშვთან მარტოო და არ წუწუნებ, არასწორად გაიგეთ ჩემი ვიდეოს შინაარსი. მე უბრალოდ ვიძახი, რომ მარტოები ვარ და ჩვენთან ერთად გაატარეთ დღე თქო. ანუ თუ არ გაინტერესებთ, შეგიძლიათ უბრალოდ ასკროლოთ. ხო მელო? რა მაგ საწუწუნო, ჩემ ფერიასთან ერთად ვარ, ხოდი? მიყვარხარ გოგო. დილიდან როგორი ლამაზი ხარ გოგო, ჰა? ხო, შინახარ ლამაზი. აი ეს ბარკლები რას ნიშნავს გოგო? აი ეს მსუქანა ქონიანი ნაკეცა ბარკლები რას ნიშნავს დე? ჰა? რა სახით მიყურებს? რაოდე?
მოკლედ დღესაც დამხმარე არავინ მყავს, შეიძლება ჩემად მოახერხოს და ამოგვიაროს და ცოტათი დაგვეხმაროსო. დიდი ხანია დეიდას არ უნახავსო და მონატრებული ყავსო. სანამ მელა თავის ბაუნსერში ასე გემრიელად ერთობოდა, გადავწყვიტე დამელაგებინა სახლი და ნეტავს სახლი ყოველთვის ასე ერთი ხელის მოსმით ლაგდებოდეს. ამასობაში ჩვენმა ბუთხუზა გოგომაც გაიღვიძა და მოვიდა დეიდაც. ნახეთ აქ შუათიც როგორ მიჩვენებს მელანია. სანამ დეიდასთან ასეთ კბილად ერთობოდა, გადავწყვიტე ბალანსის ბოლო კვება მეჭამა, რომელიც იყო მართლა ძალიან ნოყიერი და გემრიელი. შემდეგ ბარემ ტკბილა და დეიდასთან თქვა და გადავწყვიტე ეკლესიაში წასვლამდე ოთახიც დამელაგებინა და ნახეთ როგორ ბზინავს და წკრიალებს ჩემი ოთახი. ეს რა სახით იყურება? გამაგიჟებდი და შენი გოგო. სად მიდიხარ დე? გამოყპრანჭოს დედიკო? უნდა ეზიარო პატარა, ჰა? როგორ გიყვარს ზიარება შენ, ფერიაო? და გოგრაბალი თავსი წონეთ მელანია თავისი სილამაზი როგორც მარცვლი ვაშლი საზამს და გოგრაბალი გავემზადეთ მე და ჩემი ფერია და მივდივართ ეკლესიაში. ხოდი უნდა ეზიარო ფერიაო? მოვედით ჩვენს ტაძარში, კუკიის ღვთისმშობლის შობის ტაძარში, რომელიც მდებარეობს აღმაშენებლის 38 ნომერში. ნელ-ნელა ჩვენს ულამაზეს ტაძარს ახალი მრევლი ემატება, რაც ძალიან მახარებს. დავდაგით საზიარებლად მე და ჩემი პრინცესაც და უბრალოდ შეხედეთ, როგორ უღებს პირს და ელოდება, როდის აზიარებს ბაბუა. ძალიან უყვარს მელანიას ზიარება. ზიარების შემდეგ ყოველთვის უფრო მშვიდი და ბედნიერი ხდება ხოლმე. ვეზიარე მეც. მანქანაში წასვლისას მელოს ჩაეძინა და ასე გემრიელად დაიძინა უკვე სახლში. ამ ვიდეოს მეორე დღეს დავდებ, ამიტომ ყველას ბედნიერ და წარმატებულ დღეს გისურვებთ.